მოგესალმებით, სიტყვა თქვენთანგან უღმესი მადლობა იმისთვის, რომ უყურებთ ჩემს გაშლას, იმისთვის, რომ აკომენტარებთ, ალაიქებთ და გამოწერილი გაქვთ ჩემი გვერდი. ეს ძალიან მაძლიერებს და მახარებს. მინდა გავაკეთო კომენტარი გუშინდელ რიტუალთან დაკავშირებით, ანუ წერენ მესამე პირები ჩამოშორებასთან დაკავშირებით. ჩამოყარგებო, ვინც ხართ მესამე პირები, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თუ თქვენ ხართ პარტნიორულ ურთიერთობაში, სადაც ადამიანს ყავს მეუღლე და ოჯახი, ნუ უყურებთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ეს არ იქნება თქვენთვის სახარბიელო. ეს რიტუალი თქვენ დაგაზიანებთ და შესაბამისად სამყარო ჩათვლის, რომ თქვენ ხართ მესამე პირები და აუცილებლად ჩამოგაშორებთ. თუ ხართ პარტნიორულ ურთიერთობაში, მაგრამ ადამიანი დაშორებული არის მეუღლეს, თქვათ ხო, რაღაცა წლების განმავლობაში და მათ აქვთ ხელიც უკვე გაწერილი, ამ შემთხვევაში და ის ყოფილი ურთიერთობა ერევა, ამ შემთხვევაში მესამე პირად მოიხსენიებს სამყარო მას და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სამართლიანი არის. კიდევ ის შემთხვევა, როდესაც თქვათ მესამე პირმა დააშალა თქვენი ურთიერთობა, მაგრამ ნახეთ, ესე გეტყვით, თუ ის ადამიანი უყვარს და იმიტომ წავიდა დაგშორდათ, საბოლოო ჯამში გააწერა ხელი, რა თქმა უნდა, მეუღლეებმა უნდა გაიგონეს, რომ დასრულდა მათი ურთიერთობა. თუმცა თუ არ არის დასრულებული, უბრალოდ წასულია, თქვენთან არც ხელი აქვს გაწერილი, არც არაფერი არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, ის მესამე პირები იქნებიან ჩამოშორებული. ასევე იყო ესეთი კითხვები, რომ რატო ვაფრთხილებთ მესამე პირებს, რომ არ უყურონ ამ ვიდეოს და ანუ ამ რიტუალს. ნახეთ, იმიტომ ვაფრთხილებ იმ ადამიანებს, რომ არ არის სწორი საქციელი ტყუილი. მე რომ მათ ვუთხრა, რომ ამ ვიდეოს, ანუ ამ რიტუალს შეგიძლიათ უყუროთ და მათ უყურონ ამ ყველაფერს, კი, გასაგებია იმ ადამიანების პოზიცია, ვისაც მესამე პირები არ თმევენ ურთიერთობას, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. ეს იქნება ტყუილი და შესაბამისად მე არ მაქვს უფლება არავის მოტყუების, არ მაქვს უფლება სულ უფლება მქონდეს, ზოგადად არ მიყვარს ტყუილი და აქედან გამომდინარე ვერავის და არავის არ მოვატყუებ, ხო? კარგად გაიგეთ ჩემიც, თუ ადამიანი ვის რა პრობლემა აქვს, მე გასაგებია ჩემთვის იმ ქალბატონების, იმ მამაკაცების სიტუაცია, როდესაც უნდათ რომ ჩამოიშორონ ვიღაცები და თქვა შესაძლებელია იმ ვიღაცებმაც უყურონ ამ რიტუალს, ну, არ შეიძლება ეს, ანუ ტყუილი თუ ვერ ვიქნები, აქედან გამომდინარე, მე იმიტომ ვხსნი ყველაფერს დეტალურად, რა, როგორ, რანაირად. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, კიდევ ვინც რიტუალის მადლიერების კუთხით ანგარიშზე ჩარიცხეთ ანხა, ყველას უღრმესი მადლობა ენერგოგაცვლისთვის. და მალე ასრულებული იყოს თქვენთვის და დაალაგებული იყოს თქვენი ცხოვრება იმ ეტაპზე, რომელიც თქვენ გინდათ რომ გქონდეთ. და ეს ძალიან სასიამოვნო არის, როდესაც შანშრომას აფასებენ, ხო? მადლობა, მადლობა და მადლობა. მოკლედ, დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო პარტნიორულ ურთიერთობაზე და მანამდე გაგეცნობით, ვინც არ მიცნობთ, მე ვარ კატო. და კიდევ 2 წუთს წაგართმევთ, მოკლედ მე ვამზადებ როგორც ისეთი ძალიან ისეთი სამაჯურებს, რომელიც არის დამცავი თქვენი დამცავი ან ურთიერთობის დამლაგებელი ან ფინანსური რესურსების მომსამზიდი. დღეს ესეთი ჩვეულებრივი ტიბეტური ძით არის დამზადებული ახალი სამაჯურები, რომლის შეკვეთაც შეგიძლიათ რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ და თბილისის გარეს ვაგზავნი პოსტით, ხოლო თბილისში პირადად ვხვდები კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც უკვეთავენ ამ ყველაფერს. ესეა სიტუაცია. რა თქმა უნდა, ვიდეოს ქვემოთ იქნება ნომერი და იმ ნომერზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ. კარგით, მოკლედ დავიწყოთ, აღარ წაგართმევთ დროს და ვნახოთ.
რა ენერგიებში იმყოფებით ეხლა თქვენ ამ ეტაპზე. Თითით რა არის თქვენი ენერგიები, არის სიტუაცია, სადაც არიცით, ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, რა გინდათ, ერთი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან. ხან ხიარულობთ, ხან ცუდ ხასიათზე ხართ, ხან გინდათ რაღაცა ახალი დაიწყოთ, თან ვერ იწყებთ, გაქვთ რაღაცა შიშები, დანაკარგები, თითქოს არ გინდათ, რომ თქვენი შინაგანი ტკივილები სხვებმა გაიგოს და ამიტომ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად დაფაროთ ეს თქვენი ტკივილები, ხო, რაღაცა ვცდილობთ, რომ უფრო გამოჩნდეთ ძლიერი, ხო, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი შიშები გაქვთ, შიშები იმის, რომ ის რესურსი, რაც შემოგრჩათ, თქვათ, ენერგიის არ წაგართვათ არავინ, აი წაგართვათ რამ ხრივ ვიძახით, რომ აი ოდნავ სულიერი რესურსი, რომელიც როიტყვენ შემოგრჩათ თქვენ, რომ დაძლიოთ და დაალაგოთ თქვენი თავი, აი ამის შიში გაქვთ, რომ ესეც არ დაკარგოთ, ხო? ცოტა მეტი გონიერება უნდა ჩართოთ თქვენს ენერგეტიკაში, იმიტომ რომ ნახეთ საკმაოდ ბევრი გამოცდილებები გაქვთ და ამიტომ შეიძლება რომ გარდა იმისა, რომ თქვენ თვითონ გინდათ თავის შველა, ხო? ნახეთ, არის მომენტი, როდესაც უნდა მისცეთ საშუალება საკუთარ თავს, რომ სხვამ დაგეხმაროთ. არ არის სირცხვილი იმის თქმა, რომ მიცით მე ვერ ყვევი რა მინდა, საით მივდივარ, ხო? ზოგს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება, ზოგს ფინანსური დახმარება სჭირდება, ზოგს უბრალოდ საუბარი სჭირდება, თუნდაც მეგობართან. ნახეთ, ნუ მალავთ, ნუ ვცდილობთ, რომ დამალოთ თქვენი შიშები, ნუ ვცდილობთ, რომ დამალოთ თქვენი ეს რაღაცა ემოციები, რომელიც პირიქით უფრო გიმძიმებთ მდგომარეობას და ნუ ვცდილობთ, რომ იცით რა არის მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა კი მესმის, რომ არავის არ აინტერესებს თქვენი რთული ხასიათი, როცა თქვათ ცუდ ხასიათზე ხართ და ყველას უნდა რომ ჩანდეთ ღიმილიანი, კარგი ან რაღაცა ფარავდეთ ამ ღიმილს. არა, ნახეთ, არის მომენტი, როდესაც უნდა მისცეთ საკუთარ თავს ტირილის უფლებაც, ყვირილის უფლებაც, ემოციის გამოშვების უფლებაც, დახმარების თხოვნის უფლებაც და აღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ხართ დამარცხებული და ამ ეტაპზე გჭირდებათ გვერდში დგომა. აი ესეთ რესურსში ხართ ახლა თქვენ ენერგეტიკულში. ნახოთ, პარტნიორი როგორ რესურსში არის, რა ხდება პარტნიორი როგორ არის. პარტნიორის ენერგეტიკა, ну პარტნიორიც არის, იცით რა არის ესე კეთოთ, რომ პარტნიორი თქვენზე უარეს მდგომარეობაში არის. როიტყვენ უკვე საერთოდ ყველაფერი დაკარგული აქვს. აი, მისი შიშები აღარ ქვია ამას ქვია უკვე ძალიან დიდი სერიოზული ტკივილები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სულიერი ტკივილები ფიზიკურ ტკივილებთან გათანაბრებულია. პარტნიორიც არის ძალიან მძიმე ენერგეტიკაში, სადაც მართლა ეს ადამიანი კი უკვე აი ითხოვს, რომ დაეხმარონ, ითხოვს, რომ რამენაირად ეშველოს, ანუ მას მისი ენერგეტიკა ითხოვს, რომ შეავსონ, დაამთავრონ ის ტკივილები. ეს ადამიანი არის როგორ სიტუაციაში, ზეთ აი დღითი დღე ახსენდება თავისი ბედნიერი წუთები და ნახეთ როგორ უყურებს დღევანდელ თავის მდგომარეობას და გუშინდელ თავის მდგომარეობას და არის ძალიან მძიმე ენერგეტიკაში და ამ ადამიანს უნდა რომ აი ყველაფერი თავზე დაენგრეს, საბოლოო ჯამში როგორღაც დამთავრდეს და გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. ძალიან ბევრს ფიქრობს, ძალიან ბევრს ცდილობს, ესე რომ ცოტა შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებასთან საერთოდ კომუნიკაციაც არ უნდადეს, ხო? ან რაღაცა თუ აქ კომუნიკაცია აქვს, რაღაცა უხეში, რაღაც არაადეკვატური შეიძლება ითქვას, ხო? რაღაცა მისი ენერგეტიკაც ნამდვილად ძალიან
მძიმეა, თუმცა თქვენზე მძიმე ნამდვილად არის, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ რომ ვინმე დაგეხმაროთ და ამ ადამიანს ფაქტობრივად აღარავინ არ ყავს ისეთი, რომელიც დაეხმარება, თითქოს აი რაღაცა ჩაკეტილი არის, გამოკეტილი არის ყველანაირად. მოდით ვნახოთ რა ხდება ახლა თქვენ შორის, ხო, თქვენს ურთიერთობაში რა ამბებია. ნუ თქვენს ურთიერთობაში რაღაცნაირად ილუზიური სიტუაცია არის, ორივე დგახართ და რაღაცაებზე ფიქრობთ, თუმცა ნახეთ თქვენ სიტუაციაში ნამდვილად არის რესურსი იმისი, რომ თქვენი ურთიერთობა აღწევს, დაბალანსდეს, მაგრამ გიჭირთ აი ამ ყველაფრის რაღაცნაირად დალაგება, ხო, ანუ გიჭირთ უკვე დანახვა ერთმანეთის მდგომარეობის, ხო, აი აქ ცოტა შესაძლებელია რომ ორივე ისახართ ჩაკეტილები, რომ ურთიერთობაში არ იყოთ, ან თუ ხართ ურთიერთობაში და ერთ წერს ქვეშ, უბრალოდ გაცილები ხართ, ხო, რაღაცა ორივე ფიქრობთ თავის გადარჩენაზე, ესე რომ ვთქვათ და თქვენს ურთიერთობაში ახლა ამ ეტაპზე არის შანსები რომ გადარჩეთ, არის შანსები რომ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან, მაგრამ ვერ ხედავთ, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია ძალიან დიდი გულის ტკივილი იყოს, კიდევ ვიტყვი რომ აქ შესაძლებელია მესამე პირების მომენტებიც იყოს, თუმცა აი ძალიან დიდი ტკივილები არის, რომელმაც თქვენი ურთიერთობა შეიძლება დაანგრია, ხო, გაანულა, გააფუჭა, ნდობა დაგიკარგათ ერთმანეთის, შეგიყვანათ ისეთ გაურკვეველ ჩიხში, რომ აი საერთოდ ფაქტიურად მდგომარეობა თქვენი დაასრულა, ხო, აი ყველა 10 ხანჯალი თქვენს სულს, სხეულს მოხვდა, ხო, აი ესე ვიტყოდი. აქ არის ის მომენტი, როდესაც თქვენს ურთიერთობაში ფაქტიურად ყველაფერი დასრულებულად მიგაჩნიათ და თვლით რომ აღარც არაფერი არ იქნება, ხო, აღარც არაფერი არ დაალაგდება, იმიტომ რომ ეს უკვე ამპარტავნული მომენტი არის, ის თავისთვის რაღაცა ისე მოიქცა, რომ მე არ გადავდგავ პირველ ნაბიჯს, რაც არ უნდა მტკიოდეს და ისიც იმ სიტუაციაში არის, რომ მე ვერ გადავდგავ პირველ ნაბიჯს, იმიტომ რომ არ ვიცი ის რას იზავს. თუმცა სამყარო ხედავს, რომ თქვენ შორის მაინც რაღაცა რესურსი შეიძლება მოიძებნოს, თუ რა თქმა უნდა იქნება ორივე სურვილი, რომ თქვენი ურთიერთობა რაღაც ეტაპზე დაალაგდეს. მოდით კონკრეტულად ვნახოთ, რა გიშლით ხელს, აი რამ შეგიშალათ ხელი თქვენი ურთიერთობის მდგომარეობის არევა, რატომ მოხდა? იცით რა არის, აქ რაღაცა ტყუილები იყო, აქ იყო ტყუილები, ტყუილი დაპირებები, ტყუილი იმედის მოცემა, რაღაცა ვითომ პირობები, ვითომ გადაწყვეტილებები და საბოლოო ჯამში აქ როგორც ჩანს, უბრალოდ ადამიანები იმ პირობებიდან გადავიდნენ, რომელიც ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ მიცემული, ხო, ვთქვათ, თუ ადამიანი გაუნებოდეს, რომ ხვალ მე წავალ და ვინას ვიყიდი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არც წავიდოდო და არ უყიდია, ხო, ვთქვათ, რაღაც მომენტში, ან წავალ მე ხა გავაკეთებ რაღაცას, ან თუნდაც სამსახურს დავიწყებ, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ ჩვენთვის, ანუ ელემენტარულიც კი რომ იყოს, აქ მოხდა ეს თქვენს ურთიერთობაში ხელი შეუშალა ტყუილებმა, რომელმაც საბოლოო ჯამში კრახის ქვეშ დააყენა თქვენი ურთიერთობა, ხო? მოდით ნახოთ, აი თუ აღდგება თქვენი ურთიერთობა, თუ აღდგება. იცით რა არის, აი აღდგენის მომენტი არის შანსი, ნამდვილად არის შანსი თქვენი ურთიერთობის აღდგენის, უბრალოდ აქ არის სიტუაცია ისეთ მდგომარეობაში, რომ ძალიან ბევრი გექნებათ სამუშაო, აქ ძალიან ბევრი გექნებათ, რომ ერთმანეთს დაუმტკიცოთ ის მომენტი, რომ ორივე მზად ხართ გამოასწოროთ და იმუშაოთ თქვენს თავთან მიმართებაში. არა ერთმანეთი გამოასწოროთ, არამედ საკუთარ თავთან იმუშაოთ, გამოსწოროთ, იმიტომ რომ ნახეთ აქ როგორი მომენტია. შესაძლებელია რომ თქვენც რაღაცები მოატყვეთ ამ ადამიანთან, თქვენც რაღაცა ისეთი პირობა მიეცით, რომელიც არ იყო, თქვათ, არ შეასრულეთ, ხო, აი რაღაცა არ წახვიდოდით დაქალებთან ერთად, ან ძმაკაცებთან ერთად, ხო, მაგრამ მის ჩუმად გააკეთეთ და წახვედით. აი
თითქოს თქვენს ურთიერთობაში ესე ვიტყვი, რომ ორივე მხარე დამნაშავეა, ორივემ არ დათმო რაღაცა, რაც მათთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. თუმცა კიდევ ვიტყვი, რომ აქ შესაძლებელია, რომ მესამე პირებიც იყვნენ ჩარეული, მაგრამ ნახეთ, ეს მესამე პირები უფრო როგორ არიან, იცით, ჩარეულები? აი, ხო გეუბნებოდი, რომ არ არის რა, ეს არ იმსახურებს შენს თავს. აი ესეთი მომენტი. ხო, თუნდაც მეგობარი, თუნდაც რაღაცა ოჯახის წევრი, თუნდაც დაქალი ძმაკაცი, არ აქვს მნიშვნელობა. აი, რაღაცა ეს ენერგეტიკა უფრო მოდის, ვიდრე თქვათ მესამე პირები, რომლებიც თქვათ პირდაპირ პარტნიორულ ურთიერთობაში ყავს. არა, აი, მესამე პირების სიტუაცია არის ეს მომენტი, რომ აი არ შეიცვლება რა, მე ხო გითხარი, რომ ეს ადამიანი არ შეიცვლება. მე ხო გითხარი, რომ აი არ გამოვა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ აი ის რაღაცა თქვენი ვთქვათ მენტალური სიტუაცია არის სხვადასხვა, ან სხვადასხვა რელიგიის ხართ, რაღაც აი არის თქვენ შორის რაღაც ერთი მდგომარეობები, რომელიც გაშორებთ ხო ერთმანეთს, გაშორებთ ვთქვათ სტატუსი, ვთქვათ ცოტა ესე გამომივა ვიღაცა ვთქვათ რაიონიდან არის ვიღაცა თბილისია, რაღაცა აი მსგავსი მომენტებით შეიძლება იყოს, ან ვიღაცა უფრო კარგი ოჯახიდან არის, ანუ ვთქვათ უფრო წარმატებული, უფრო რაღაცა ფინანსურად მყარი ოჯახიდან, ვიღაცა შედარებით ნაკლებიდან, ამიტომ აქ ის მომენტებიც არის, რომ აი ეს ის არ არის, რაც შენ გჭირდებოდა და არაფერი ისეთი სხვა და ეს მომენტიც ნამდვილად იყო თქვენს ურთიერთობას აქვს და ძალიან დიდი შანსი ურთიერთობის გაახლების, თუმცა აქ ძალიან ბევრი რაღაცის დათმობა არის საჭირო, ძალიან ბევრი რაღაცის გაანალიზება არის საჭირო. უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ოღონდ გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ, ესე ცვალებადი აღარ უნდა იყოს, ესე მარტივად შესაძლებელი არ უნდა იყოს. კი, თქვენს ურთიერთობაში ნამდვილად ჯერ კიდევ არის შემორჩენილი სიყვარული, ჯერ კიდევ არის ის სიტუაცია, რომ პენტაკლების მეფე, პენტაკლების დედოფალი, ნახეთ როგორი მომენტი არის, აი აქ ჯერ კიდევ არის თქვენ შორის კავშირი, რომელიც აღგიქვავთ მაინც ჯერჯერობით ერთმანეთის მეწყვილეთ, ხო? ანუ ერთნაირი ხასიათების მომენტი თითქოს აი ჯერ კიდე არ არის დაკარგული და ნახეთ აი ეს მომენტი არ არის დაკარგული, როდესაც ადამიანი აღგიქვავთ თავის თანასწორად, ხო? თავის თანასწორად აღგიქვავთ თავის ადამიანად, თავის მეგზურად, ესე რომ ვთქვათ. კარგით, ვნახოთ, აბა ესეთი რამ ვკითხოთ, გადმოდგავს თუ არა ეს ადამიანი კონკრეტულად თვითონ ნაბიჯს. სხვათა შორის გადმოდგავს, კი, გადმოდგავს ნაბიჯს, თითქოს უკვე მზად არის, მაგრამ ჯერ საკუთარ თავს ებრძვის მაინც, ებრძვის, იმიტომ რომ რაღაცა გონია, რომ ნაბიჯი რო გადმოდგას, თქვენ ამ ნაბიჯს გამოიყენებთ თქვენ და სასიკეთად, ამიტომ ჯერ კარგად აკვირდება თითოეულ დეტალს, რამდენად ხართ თქვენ მზად იმისთვის, რომ მიიღოთ, ხო, რაღაცნაირად თითქოს ფიქრობს, რომ არ გამოიყენოთ ეს მის საწინააღმდეგოდ, არ გამოიყენოთ მის მარიონეტად საქცევად და ამიტომ ვცდილობთ, რომ ჯერ დააკვირდეს სიტუაციას, თქვენ რამდენად გაქვთ ეს რაღაცა, ეს ცოტა ამპარტავნული მომენტები, შეიძლება ესე ითქვას, რომ აი მე მაინც ხომ მოხვედი ჩემამდე, აი ეს მომენტი რო არ იყოს, თუმცა მას აქვს ნამდვილად გადმოდგას სულ. და მოდით მისი ნაბიჯები რა იქნება. შემოგთავაზებთ დაალაგება სიტუაციის, შემოგთავაზებთ, რომ აი ეს მდგომარეობა, რომელიც ახლა თქვენთან არის და ძალიან სულ მდგომარეობაში განყოფებთ, გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, ორივე მიბრძოლოთ, ორივე გაიღოთ რესურსი, რითაც აღადგენთ ურთიერთობას, ხო, რაღაცნაირად მოვა იმ ნაბიჯებით, რომ მე აი შევხედე ყველაფერს უფრო სხვა კუთხიდან და მზად ვარ, რომ შევცვალო, ხო, უბრალოდ დრო კი დაგვჭირდება ამ ყველაფრის შესაცვლელად, მაგრამ მე მზად ვარ, რომ შევცვალო რაღაცა ახალი იდეები ახალი იდეები
მოვიფიქრო ურთიერთობისთვის, ოღონდ ნუ დამაყვედრი, ხო? ნახეთ, აი რაღაც მომენტში ზუსტად ეგ გითხარით, რომ კი გადმოდგავს ნაბიჯს, მაგრამ აი ეს მომენტი აქ მერე არ წამოაძახოთ. ზუსტად ეს მომენტი აქაც, რომ კი გადმოდგავ ნაბიჯს, ოღონდ ეს ნაბიჯები იქნება ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდე, მაგრამ ოღონდ არ წარმომაყვედრო, იმიტომ რომ მე შენთან მინდა ძალიან დიდი სიმშვიდე, სიყვარული, ურთიერთობა, ბედნიერება, წარმატება, მინდა რომ ვიყავთ ბედნიერები, მინდა რომ ვიყავთ ურთიერთობაში, მინდა რომ ცხოვრება დავალაგოთ ერთად, ხო, რაღაცა აი ამ წინადადებით მოვა ეს ადამიანი თქვენამდე. ოღონდ არაფერი წარმომახვედრა, ოღონდ არაფერი არ მისაყვედურო და მე მზად ვარ, რომ აი ამ სიტუაციიდან თავი დავიძვრინოთ. ნუ რა თქმა უნდა, დრო დამჭირდება ამ ყველაფრისთვის. გამოდით ნახოთ ქვერას გირჩევთ არკანები. ესეთ რა არის, აი მოდით ესე გეტყვით, რომ თავს ნუ ჩაიგდებთ ცუდ სიტუაციაში, ანუ არც ისე რთულად არის საქმე, ძალიან ბევრსაც ნუ იფიქრებთ, თუ ადამიანი თქვენთვის ჯერ კიდევ ღირებულია, შესაძლებელია რომ რაღაცნაირად მიანიშნოთ ამ ადამიანს, რომ არის ღირებული თქვენთვის, გამოიჩინოთ ძალა და გასცეთ რესურსი, ხო? ნუ შესაძლებელია მთლიანი რესურსი არ გასცეთ, ხო, თქვენი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის პატარა ნიშანი მაინც მისცეთ ადამიანს, რომ თქვენ მას ელოდებით, ხო? თუნდაც მისი მეგობრებისგან გამომდინარე, მიაწვდინოთ ხმა თუნდაც რაღაცა სტატუსით, რომელსაც თქვათ ის წაიკითხავს და მიხვდება, რომ ეს მას ეკუთვნის, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში გირჩევთ სამყარო, რომ ძალიან ბევრს ნუ ეცდებით, რომ დაიბლოკოთ საკუთარი თავი, დაიპაუზოთ, ინერვიულოთ, ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობა დაიმძიმოთ და რაღაცნაირად ეცადეთ, რომ თუ სრულად კი არ გასცეთ თქვენი ემოციები, და ნახეთ თუ თქვენ სიტუაციაზე ჩაიგდებთ, რომ მთელი ცხოვრება დაელოდებით, ის მომენტიც არის, რომ დაკარგოთ ყველა რესურსს, ხო? ამიტომ რაღაცა ერთი რესურსი შეიძლება დღეს გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და დაალაგოთ ყველაფერი, ხო? ანუ ფარ დაახადოთ სიტუაცია, აქ ნახეთ ისეთი მომენტიც არის, სადაც შეიძლება არც კი იცით, აი ნახეთ, არ გაქვთ ისეთი კომუნიკაცია, რომ არ იცით ის რას ფიქრობს და თქვენ რას ფიქრობთ, აი ისეთ სიტუაციაში დაშორდით, რომ ბოლომდე ვერც თქვენ გაერკვეთ რა ხდება და ვერც ის გაერკვეთ თქვენთან მართებაში რა ხდება. და აქედან გამომდინარე, რომ ფარ დაეხადოს ძალიან ბევრ რამეს და გამოჩნდეს საბოლოო ჯამში რა ხდება თქვენს შორის და თქვენს ურთიერთობაში, გეუბნებათ სამყარო იმას, რომ გამოიჩინოთ ძალა და ბოლო-ბოლო თქვენ გადადგით ის ნაბიჯი, რომ გამოირკვიოთ, ბოლო-ბოლო თქვი, რა გინდა, ხო, ესე ჰაერში დატოვებული ურთიერთობა, რომ კი მოვალ ან კი არ მოვალ ან რაღაცა საბოლოოდ წახვედი თუ დარჩი თუ რა იქნება, არ არის სირცხვილი ნამდვილად, რომ გამოერკვეთ, რომ მე თქვენს თავს მიხედოთ და სულ ბოლომდე არ დაკარგოთ თქვენი რესურსები, ესე ვიტყოდი. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, მე წარმატებულ ურთიერთობას გისურვებთ, ულევს სიყვარულს, ბედნიერებას და თითოეულ თქვენთაგანს შვიდ პარტნიორულ თანაცხოვრებას.